ლაშა გურგენიძე მოგესალმებათ ჩვენო ძვირფასო YouTube, Facebook და TikTok მაყურებლებო. მოკლედ, მოსალოცად გვაქვს საქმე. Facebook-ზე 50,000 გამომწერს გავცდით და ეჭვი მაქვს, რომ TikTok-ზეც მალე მოხდება ეს ამბავი. ვიაქტიუროთ YouTube-ზეც. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და მე პირობას გაძლევთ, რომ კარგ ქართულ ამბებს არ მოგაგლებთ. ქაქუცა სილა ოფიცერს. ამბები, რომლებსაც გიყვებით, ძირითადად ცნობილ ქართველებზეა და ასე თუ ისე საზოგადოებისთვის ცნობილი. თუმცა არის ისეთი რაღაცეები, რაც შეიძლება არ ვიცოდეთ ჩვენი დიდებული წინაპრების შესახებ. აი მაგალითად, რა ვიცით ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ. მისი საგმირო საქმეები ვიცით, ქვეყნის სიყვარული ვიცით და თავდადებაც ვიცით. მაგრამ რა ვიცით მის ბავშვობაზე? საინტერესო აი როგორი ბავშვი იყო, როგორ სწავლობდა, როგორ ერთობოდა. საბედნიეროდ, სხვებისგან განსხვავებით ქაქუცას ბავშვობაზე რამდენიმე საინტერესო ჩანაწერი გვაქვს და მეც სიამოვნებით გაგიზიარებთ. ქაქუცა ბავშვობაში ძალიან სწრაფი და მოქნილი ყოფილა. თანასოფლელები იგონებენ. ქაქუცა უკუსვლით ისე გაიქცეოდა ხოლმე, რომ პირდაპირ მდევარი კაცი ვერ ეწეოდაო. რა საინტერესოა რა? უკუსვლით რომ გარბი ხარ და ვერ გეწევია და პირდაპირ რო გაქცეულიყო, მაშინ რაღა იქნებოდა. ისეთი სწრაფი და მარდი ყოფილა ჩვენი გმირი, რომ თანასოფლელები ამბობენ 4 ნაბდის გაშლაზე ხტებოდაო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენია 4 გაშლილი ნაბადი. თუმცა რადგან ასე აღრთოვანებით ყვებიან, ესე იგი კარგად შორს ხტებოდა ქაქუცა. რაც შეეხება მის სწავლას საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი თანაკლასელების ნიშნების ფურცელი. საიდანაც ჩანს, რომ ქაქუცა სანიმუშო ყოფაქცევის ყოფილა და განსაკუთრებით კარგად ქართულ ენას და ქართულ წერას სწავლობდა. სამაგიეროდ მისთვის უაღრესად რთული ყოფილა რუსული ენა. ამ პროგრამის დაძლევა ქაქუცა ჩოლოყაშვილს ისე გასჭირვებია, რომ რუსულ ენაში მიღებული ორიანის გამო ერთხელ კლასშიც კი ჩარჩენილა. რა იქნა ჭირივით ეზიზღებოდა რუსეთიც და ყველაფერი რუსულიც. სხვათა შორის რუსეთის სიძულვილზე კიდევ ერთი მოგონებაა შემონახული, რომელიც ქაქუცაზე ერთმა ხევსურმა თათარ ლიქოკელმა მოყვა. ხევსური იხსენებდა, რომ როდესაც ჯარში გაიწვიეს, ფშავ ხევსურებთან ერთად ქაქუცა ჩოლოყაშვილიც ყოფილა. მაშინ თურმე კენჭისყრით წყდებოდა სად გაუშვებდნენ ახალწვეულს. ზოგი პრესტიჟული სამხედრო სამსახური იყო, ზოგი ნაკლებად. ქაქუცას კენჭისყრით პირველი რანგის სამსახური შეხვედრია, რაზეც კომისარ რუს ოფიცერს ნიშნის მოგებით ჩაულაპარაკებია. ოჰო, თავადიშვილო, სულ სირბილით მოგიწევს ხელმწიფის სამსახურში წასვლაო. ჩოლოყაშვილს იცით რა უქნია? ოფიცრისათვის სილა გაუწვნია და შეუკურთხებია, იმდენი შენ რა გითხრა, რაც მე რუსის სამსახურში წავიდეო. აი რა მოყვა ამ ამბავს თქვენი აზრით? ქაქუცა სილის გაწვნისთვის იქვე დაუჯარიმებიათ. ქაქუცამ ჯარიმა ამაყად გადაიხადა. უხერხული კითხვა ოთარ ჭილაძეს. ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, ოთარ ჭილაძეზეა. ჩვენთვის, ყველასათვის საამაყო და ძვირფას მწერალზე. ძალიან ახლოს იყო სხვათა შორის ოთარი ნობელის პრემიის მიღებასთან. მართალია ვერ აიღო, თუმცა მისი შემოქმედება ნამდვილი საგანძურია ჩვენი ენისათვის და კულტურისათვის. ცხადია, ასეთ ადამიანთან ინტერვიუ ყოველთვის დიდი პატივი იქნებოდა. ფილოლოგი და კრიტიკოსი ივანე ამილხანაშვილი იხსენებს, რომ ოთარ ჭილაძესთან ინტერვიუზე მუშაობდა გაზეთი „კომაგისათვის“. ბევრი იწვალეს თუ ცოტა, არაფერი გამოუვიდა. ვეკითხებოდი, არ პასუხობდა. დავიცადოთო მეუბნებოდა. წინ ვერ მივდივართ. ასე გავიდა თურმე კვირეები, თვეები. ბოლოს ოთარ ჭილაძეს უთქვამს, მოდი აბა გამაბრაზე, აი რამე გამაღიზიანებელი კითხვა დამისვი და მერე მევიციო. ივანეს რა უნდა ეკნა? როგორ გინდა ამხელა ბუმბერაზი ადამიანი გააბრაზო, თან ძალით რომ უნდა გააბრაზო. იმან ხო იცის, რომ არ ხარ გულწრფელი. მოკლედ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ბოლო-ბოლო მოიფიქრა გამაღიზიანებელი შეკითხვა და დაუსვა დიდ მწერალს. ოთარ ჭილაძე ამ ხუმრობაში მართლა ძალიან გაღიზიანებულა კითხვით და ინტერვიუც შესანიშნავი გამოვიდა. ვიცი, რომ ძალიან გაინტერესებთ რა კითხვა დაუსვეს ოთარ ჭილაძეს გასაღიზიანებლად. ეს ისეთი კითხვა იყო, რომ ალბათ ნებისმიერ შემოქმედს გააღიზიანებდა. შეკითხვა ასე იწყებოდა: საბჭოთა ტოტალიტარიზმის დროს სიმართლეს ბოლომდე ვერ ამბობდით. ქვეტექსტებით წერდითო. რაო? გადარეულა თურმე ოთარ ჭილაძე. როგორ გეკადრება? მე ქვეტექსტებით არასოდეს არაფერი დამიწერიაო. ამ გულწრფელ გაბრაზებას სხვა გულწრფელი ტექსტები მოყვა და როგორც გითხარით, ინტერვიუც ძალიან საინტერესო გამოვიდა. ისე მართლა რთულია ოთარ ჭილაძეს სიმართლის ვერთქმა დააბრალო. თუმცა მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, საბჭოთა კავშირი ისეთი დამპალი ქვეყანა იყო, რომ მაინც და მაინც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისკენ ვერ უბიძგებდა ვერავის. მე მაინც მგონია, რომ თავისუფალ ქვეყანაში ჩვენ უამრავი კარგი წიგნით მეტი გვექნებოდა დაწერილი. დიმიტრი ყიფიანის შამათი.
ეს ამბავი სამეგრელო სამთავროს გაუქმებაზეა. უпростоრად დიმიტრი ყიფიანზე, უпростоრად მის ცოლზე, ან იქნებ ერთზეც და მეორეზეც, ან ყველაფერზე ერთად. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა სამთავროს გაუქმება. აი ასე, რუსეთის მფარველობის ქვეშ ყოფნა და თან დამოუკიდებლობის შენარჩუნება როდის ყოფილა ადვილი. არიქა დავით დადიანს მცირეწლოვანი შვილები ყავსო და რუსეთშიც სასწრაფოდ გადაწყვიტეს სამთავროს გაუქმება. აღნიშნულ საკითხზე კავკასიის მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ სათანადო მოხსენება გააგზავნა პეტერბურგში. თავად ბარიატინსკის მოხსენების შემდეგ დიმიტრი ყიფიანი, როგორც დავითის დარჩენილი ობლების მეურვე, გაემგზავრა პეტერბურგში. ამ დროს პეტერბურგშივე იმყოფებოდა დავით დადიანის მეუღლეც. დიმიტრი ყიფიანმა თავისი ჩვეული ტალანტითა და დიპლომატიით გააბათილა იმპერატორის წინაშე თავად ბარიატინსკის მოსაზრებების სამთავროს გაუქმების შესახებ. ამ ყველაფერს დაემატა მთავრის მეუღლის ეკატერინე დედოფლის მეფური დახვეწილი მანერები, რამაც საბოლოო ჯამში შეაჩერა სამთავროს გაუქმების საკითხი. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავადი ბარიატინსკი იმპერატორ ალექსანდრე მეორეს პირდაპირი მეგობარი იყო. წესით უპირატესობა მის სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დიმიტრი ყიფიანმა თავის იქნა. აჯობარა ყოვლისშემძლე ბარიატინსკის დიმიტრი ყიფიანმა ერთი გაუფრთხილებლობა გამოიჩინა. მან სიხარული ვერ დამალა და თავის მეუღლეს წერილი მიწერა. წერილში ეწერა ბარიატინსკის შამათი გაუკეთეო. დიმიტრი ყიფიანის მიამიტმა მეუღლემ კი, რა თქმა უნდა, ქმრის სიყვარული და სიამაყით ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოსდო. როდის იყო ასეთი ამბები იმალებოდა. სავარაუდოდ ამ ამბავმა ბარიატინსკის ყურამდეც მიაღწია. დიმიტრი ყიფიანი ამ საქმის გამო თანამდებობიდან მოხსნეს. სამეგრელოს იგივე ოდიშის სამთავროს გაუქმების ამბავიც, რა თქმა უნდა, დროის ამბავი იყო. მალევე გაუქმდა. ეგღა აკლდა რუსეთის იმპერიას, ვინმე მათზე პატარა და სუსტი, დამოუკიდებელი და ბედნიერი ყოფილიყო. $700 ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, მხატვარ გია ბუღაძის და დიდი მაესტრო ჯანსუღ კახიძის მეგობრობაზეა. გია ბუღაძე იხსენებს, ჩვენ გაცნობისთანავე დაუმეგობრდით და მას შემდეგ აქტიური ურთიერთობა ჰქონდა. ერთხელ ჯანო სახელოსნოში მესტუმრა. ეს 90-იან წლებში მოხდა. როცა არც შუქი იყო, არც გაზი და სახელოსნოში ძალიან ციოდა. იმ დროს ვხატავდი სერიას აჰამკარა. აჰამკარა ინდუიზმში იმ ადგილის აღნიშნულია, სადაც სიკვდილის შემდეგ ახლად გარდაცვლილი ადამიანი იმყოფება და იქ განსაკუთრებული ემოციები ეუფლება. ჩემი ჩანაფიქრის თანახმად სერიაში 64 სურათი უნდა ყოფილიყო. ჯანოს სტუმრობის დროს კი მხოლოდ 14 მქონდა დახატული. ჯანო დიდხანს მთელი გულისყურით ათვალიერებდა სურათებს. მისმენდა და ბოლოს მკითხა. სულ რამდენი სურათი გაქვს ჩაფიქრებული? 64, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვასრულებ. უპასუხე მე. რატომ? კვლავ მკითხა ჯანო. მე გულწრფელად უპასუხე, რომ სერიის დასასრულებლად დაახლოებით $700 მჭირდებოდა. მე კი ამის საშუალება არ მქონდა. მეორე დღეს მივიღე კონვერტი, რომელშიც იდო სერიის დასასრულებლად თანხა და წერილი. წერილში ეწერა: იმისთვის, რომ თქვენი შემოქმედება განავითაროთ და თქვენი არაჩვეულებრივი ჩანაფიქრი განახორციელოთ, მე მოწიწებით გთავაზობთ ამ $700, რომ დაასრულოთ წამოწყება ისე, როგორც ჩაიფიქრეთ. გაოგნებული ვიყავი. კი გამიგია, რომ ხელოვანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ სადღაც ევროპაში, მაგრამ საქართველოში ასეთი რამ არ მახსენდება. იმ დღესვე გავარდი და ბაზრობაზე ვიყიდე შავი და თეთრი საღებავები. გადავჭიმე ტილოები და 64-ვე სურათი შევასრულე. მალევე ამ სერიით მთელი დარბაზები გავავსე. მახსოვს, როგორი ბედნიერი იყო გამოფენაზე მოსული ჯანსუღ კახიძე და როგორი მადლიერი ვიყავი მე მაშინ და მადლიერი ვიქნები მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. ალბათ ჩემ ჯენზი მაყურებელს უნდა აუხსნა რამდენი იყო 90-იან წლებში $700. ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი. დღეისთვის სულ ეს იყო, მეგობრებო, მე მგონი ისეთი ამბები მოგიყევით, რომ ერთ პატარა დაკლიკება ღირს. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და მალე შევხვდებით. დიდი მადლობა.